ყვება თუ როგორ გადაწყვიტა ერთმა ბატონმა რომ მოეკითხა ადამიანების თვალს და დაიბარა ერთი თავისი ნევარი რომელსაც მისიო 10,000 ტალანტი ემართავა და შეგნებულად ეხლა გეტყვით ეს 10,000 ტალანტი დაახლოებით რამდენია ერთი ტალანტი არის მიახლოებით 20 ერთი ტალანტი არის 26 კილოგრამი ვერცხლი. ნუ შესაბამისად 10,000-ზე უნდა გაამგავლოთ ეს. გამოვლებული 10,000-ზე გამოდის 26 ტონა, უმარტივდება. 26 ტონა ვერცხლი მართებს, მოკლედ ამ კაცს, ესე იგი, ამ ადამიანის. და ეს მომკითხავი ვინ შეიძლება იყოს იგავრო? რა თქმა უნდა, ღმერთი. ღმერთს შეუძლია მხოლოდ ადამიანს მომკითხოს თავისი ვალება. ამიტომაც ეს ბუნებრივია, ეს იგავი აქეთკენ მიგვანიშნებს, ამას ეხმაურება, რომ ღმერთი ჩვენ აუცილებლად მოგთხოვს ამ ყოველივეს, მაგრამ როგორი იქნება ჩვენი პასუხი, როგორი იქნება ჩვენი მზაობა ამისთვის. და მე მინდა შეგახსენოთ ესეთი რამ. ამ ვალის გადახდა და შრომა იმისა, რომ ეს ვალი იქნას გადახდილი, შეუძლებელია ამ ვალის სრულად გადახდა, მაგრამ მზაობა და მონდომება ამ ვალის გადახდისა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ ხორცში. სულს აღარ შეუძლია მისი გაკეთება. შენ ხორცი გაქვს, სულს აქვს მიცემული ხორცი იმის საშუალებად, რომ მსგავსი რაღაცები გააკეთოს, მაგალითად სინანული გამოხატოს, მაგალითად იღვაწოს, მაგალითად ილოცოს, იმარხულოს და ასე შემდგომ და ამაღლდეს საკუთარ თავზე მაღლა. ანუ ხორცი და სული ასე არის შედგენილი ადამიანი და სანამ ისინი ერთად არიან, შენ განყოფილები ამის საშუალება. მაგრამ ეს ვალი რა ვალია, მაინც რა ვალი გვაქვს ჩვენ ღმერთისა? ყველაფრის ვალი გვაქვს აბსოლუტურად. არ არსებობიდან არსებობაში შემოსვლიდან დაწყებული, პირველი ჩასუნთქვით, აბსოლუტურად ყველაფრის ვალი გვაქვს. და ეს არის აუწონელი, სინამდვილეში იქ რო წერია 10,000 ტალანტი, ეს უსასრულობის ციფრია და არა რაღაცა კონკრეტული მართლაც 26 ტონა ვერცხლი. 26 ტონა ვერცხლი შეიძლება მოაგროვოს კაცმა მართლა, მაგრამ ეს კი არ იქნება ამ ვალის გადახდა. აქ უსასრულობაზეა ლაპარაკი, რომ შენ გაქვს ძალიან ბევრი ვალი. რეალურად გაქვს ძალიან ბევრი ვალი, იმიტომ რომ ის რაც მოგცა ღმერთმა, აი როგორ იყენებ ახლა აბა საკუთარ თავში ჩაუფიქრდეს ყოველი ადამიანი. და დაიწყოს ელემენტარული მარტივი რაიმეთი დაიწყოს. როგორ პლანგავს ადამიანი მისთვის მიცემულ აი ამ რაღაცა ტალანტებს, რომელსაც მას ღმერთი აძლევს. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩემი მეხსიერება 25 წლამდე იცით როგორი იყო. რაც ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა და რაც მაქვს საკითხული, ესე იგი ბავშვობიდან 25 წლამდე მთელი სეპირად მახსოვს. მინდა გითხრათ, რომ ხანდახან ისეთები რამეები მახსოვს, რომელიც ცხოვრებაში არ დამჭირდება. ეხლა რა ერქვა მაგალითად ის გოგიაუშვილის ძაღლს, ეს რო გახსოვს, ეხლა არადროს არ დამჭირდება, მაგრამ მახსოვს. ხო და ამას ვამბობ, რომ მთელი ჩემი გონება შევსებულია, მთელი ჩემი გონების მეხსიერება შევსებულია ყოველივე ამით, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ერთი ფსალმუნი ვერ მოვყვე ზეპირად. ეხლა მადლობა ღმერთს, ლადესეც არ მიჭირს, მაგრამ რაღაცა ყოველ შემთხვევაში ყოველდღიურ ფსალმუნებზე არ ლაპარაკობ, უცხო ფსალმუნი შეიძლება ვერ გავაგრძელო. და ამითი რომ იყოს შევსებული ჩემი გონება. და იქ ნახეთ როგორი რამ წერია, რომ როცა ეს ადამიანი დაიბარებს და ეტყვის, რომ შენ ამდენი ვალი გაქვს და გადამხდელი არ არის, მაშინ ეუბნება ეს ბატონი, რომ ახლა მთელი შენ ცოლ-შვილს და იმას ტყვედ გავყენდი, შენ კიდე საფრობილეში ჩაგსვამ. როგორ ვფიქრობთ ახლა ღმერთს უნდა რომ ჩვენი ცოლ-შვილი იტანჯებოდეს იმისთვის, რომ ჩვენ ასე ვფლანგავთ რაღაცა მოცემულ ნიჭებს? არა, რა თქმა უნდა, ეს გაფრთხილებაა სანამ აქ ცხოვრობ, რომ შენ ცოლ-შვილზე აისახება ეს. ამას ყველაფერს არა მარტო ღმერთს პარავ შენ, შენს ოჯახს პარავ, შენ საკუთარ ცოლ-შვილს პარავ, იმიტომ რომ რა პროფესიის ადამიანიც არ უნდა იყოს, თუნდაც ის, რაზეც ახლა მეხსიერებაზე გელაპარაკებოდით. თუ ამას იყენებს სათანადოდ, ეს ისევ ოჯახს არ უნდა მოხმარდეს. და როდესაც ამას იპარავ, იცოდეთ რომ პლანგველი ხარ ამ ყოველივეს. და რას იპარავ? იპარავ იმას, რომ უნდა გაგეკეთებინა, გესწავლა კარგად, რომ ოჯახი გერჩინა, რომ კარგად ყოფილიყო შენი ოჯახი. და თუ არ არის კარგად, იმიტომ რომ შენ ეს ყველაფერი გეზარებოდა, შენ ეს ყველაფერი საკუთარი სიამოვნების გამო უარი თქვი, იმიტომ რომ ეხლა გართობა გინდოდა, ეხლა გეძინებოდა, ეხლა ადგომა გეზარებოდა, ეხლა მასწავლებელთან წასვლა გეზარებოდა და ეხლა სახლის დალაგება და ეხლა დახმარება უბრალოდ ისე რომ გესწავლა რაღაცა და გქონოდა პროფესია
ეხლა ხარ ცარიელი ადამიანი და შენთვის კი არ ცოდა მარტო რატო აისახება შენს აისახება იმით შენს ოჯახზე რომ შენ მათ დააკელი ეს ყველაფერი რომ ყოფილიყავი კარგი პროფესიონალი რომ ყოფილიყავი შენი საქმის უზადო მცოდნე შენს ოჯახს არაფერი არ მოაკლდებოდა იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანაში ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი პროფესიონალი ადამიანი დაუსაქმებელი არ რჩება და მშიერი არ რჩება გარწმუნებ თამაში ამიტომაც ეს ქურდობა როდესაც შენ ამ დროს ლანგავ და არ იყენებ სათანადო დროს რომელსაც უკან ვერაფრით ვერ დააბრუნებ იმიტომ რომ მე ხლა 20 წელს ვეღარ გავხდები ერთი წაკითხვით რომ მთელი გვერდიზე პირად მიცოდიხოდი ვეღარ გავხდები ესეთი იმიტომ რომ ახლა იგივე ერთი გვერდი რომ წავიკითხო ხანდახან 3-ჯერ და 4-ჯერ უნდა მიუბრუნდე რომ შინაარსი გავიგო იმისა იმიტომ რომ ჩემი გონება გაფანტულია დაფრინავს იქეთ და აქეთ და მაშინ ეს ყველაფერი როგორც რაღაცა ქსეროქსზე გადაღებული ქაღალდი ისე ჯდებოდა ყველაფერი ჩემს თავში არა მაქვს ვადი არ გავკლანგე არ დავაკელი ეს საკუთარ ოჯახს თქვენ ხართ ჩემი ოჯახი თქვენ დავაკელით ეს იმიტომ რომ მე რომ მაშინ მე მეცადინა კარგად წმინდა წერილში ახლა უფრო მეტი შემეძლო თქვენთვის მომეცა აბა ასე დაფიქრდით აბა ასე შეხედეთ ამ საკითხს ვინც არ დაფიქრებულ ხართ ამ კუთხით ასე შეხედეთ ამ საკითხს რომ როდესაც საკუთარ სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობთ ამ დროს რაღაცა დრო იკარგება რაღაცა წინვალე დრო და რა გრჩება სიცარიელი არაფერი გართობისთვის გადადებული დრო მხოლოდ სიცარიელია რომელიღაც ნაწარმოებში მაქვს საკითხული აღარ მახსოვს რომ ცხოვრება ადამიანისა ისა რაც გახსოვს დანარჩენი უბრალოდ არსებობაა გაგიგიათ ასეთი ფრაზა დათა თუთაშიაში წერია ხა გამახსენდა უბრალოდ არსებობაა სხვათა რაც გახსოვს რა შეიძლება გახსოვდეს რაც შემეცნებითია შენთვის რასაც შეიმეცნე სხვათა შორის ეს იმ მეგობრებთან ურთიერთობაში შეიძლება ასე იყოს რომ მეგობრებთან რაღაცა დრო გაატარო სადაც ისეთი შემეცნებითი იყოს ეს თქვენი ურთიერთობა თუნდაც ღვინის დალევა თუ ყავის დალევა ამას მნიშვნელობა არ აქვს რომ ნამდვილად რაღაცა დარჩეს შენში და ეს კარგად დაგამახსოვდეს მაგრამ სხვა ყველაფერი არსებობაა მინდა გითხრათ ამიტომაც ჩვენ ვიპარავთ დროს ჩვენ ვპარავთ საკუთარ თავს აი ამ მეხსიერებას ჩვენ ვართმევთ საკუთარ სხეულ ჯანმრთელობას როდესაც არ უზრუნავთ მასზე და ეს ყველაფერი ვალია ღვთის წინაშე და ჩვენი ოჯახის წინაშე ჩვენი დიდი ოჯახის წინაშე და მცნება არის ასეთი ვინც საკუთარ ოჯახზე არ ზრუნავს ის წარმართის ტოლფასია პირდაპირ წერია წმინდა წერილში და რატომ მეცაც გეტყვით ეკლესია გძალავს კიდეც რომ შენ ქველმოქმედება გააკეთო ოჯახს დააკლო რაღაცა და იმით არ შეიძლება საკუთარი ოჯახი უნდა გყავდეს უზრუნველყოფილი და ამის შემდგომ უნდა აკეთებდეს ადამიანი ქველმოქმედებას ეს ნამდვილად ასე არის არ შეიძლება არ ზრუნავდეს ადამიანი საკუთარ ოჯახს მაგრამ როგორ იზრუნებს როდესაც ამისთვის არ სწავლია თავისუფლებისთვის ხარ მოწოდებული და დაბადებული წერს პავლე მოციქული მაგრამ თავისუფლებას ხორცის საამებლად უნდა მოიყენო აი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ხორცი ვაამოთ მაგრამ სულიერი ზრდისთვის გვეზარება ნაბიჯის გადადგმა ამიტომ რომელი ერთი მხრივ ჩამოგიტყვალოთ რავალები გვაქვს ჩვენ ღვთის წინაშე უამრავ ძალიან ბევრი აუწონელი აქ რაღაცა ციფრი ვთქვი ახლა მე 26 თვანა ოქროში ვერცხლის შესახებ მაგრამ აუწონელია უსასრულობამდე ეს ციფრი და როგორც კი ნახავს რომ ასეთ მდგომარეობაში ეს კაცი დავარდება მუხლებზე და იტყვის რომ შემიწყალები და შეეწოდება ამ ბატონს და იტყვის რომ წადიო თავისუფალი ხარ პატიებ ყველაფერს არ ჩემ ცოლშვილს ვყიდი არ ჩემ ჩაქსვამ დილეგში რას ნიშნავდა იცი მევალეთა ორმოერგვა შეიპყრობდნენ და მშრალი ჭაქონდათ ამოთხრით იმაში ჩააგდებდნენ სანამ არ გადაიხდიდა ვალებს მისი ახლობლები სანამ არ შეკრებდნენ ამ ფულს და არ მოიტანდნენ აი ყო ასეთი ტრადიცია აღმოსავლეთში არ დილეგში ჩააგდო მოკლედ ამ მშრალ ჭაში და გაუშვა ეს კაცი გამოსული იქედან ეს კაცი შეხვდება ადამიანს რომელსაც მართებს მისი 100 დინარი 10,000 ტალანტსა და 100 დინარს შორის იცით როგორი სხვაობაა ეს 100 დინარი თუ არ მეშლება უпростоრად ერთი ტალანტი მგონი არის 7,000 დინარი დაახლოებით ესეთ შეფარდება ანუ აი ძალიან
აი რა გითხრათ, აი თანამედროვე ეხა ფულის ერთეულით რო თქვათ 100,000 ლარი და 10 ლარი. აი დაახლოებით ასეთი შეფარდება არის ახლა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ამ ფულის ერთეულთან გვაქვს შეხება და თქვენ რო უფრო კარგად გესმოდეთ, ეს ამიტომ ვიტყვი ასე 100,000 ლარი და 10 ლარი. გამოვიდა და 10 ლარი აქვს რაღაცას მისი ვარი. ეუნება უნდა დამეორო. ეს ეუნება რა ვქნა დიდი ბოდიში არ შემიძლია და მაპატიო. ეს გადაირება, რას ქვია გაპატიო? მოკიდებს და უჩივლებს და სასამართლოს წესით ჩასვავენ იმ მჭრალ ჭაში, რომელსაც თვითონ უნდა მჯდარება. დამას როდესაც დაინახავს ხალხი, მივლენ ამ ბატონთან და ეტყვიან, რომ აი ესეთი რამ ჩაიდინა ამ კაცმა და განრისხდება ეს ბატონი და ეუბნება, რომ როგორ არ მოგეცი ამის მაგალითი, როგორ არ ვერ დაინახე ის, რომ მე შენ გაპატიე ამდენი და შენ მცირედის პატიება ვერ შეძლებ მისთვის. აბა დაფიქრდით, ჩვენ ცხოვრებაში როგორ არის? რამდენის პატიობს უფალი და ჩვენ რამდენს პატიობს სხვას. სამაგიეროდ მამაუჩვენოს თამამად ხო იცახით ყველა ყოველდღიურ საღამოს. იმედი მაქვს რომ იცახით. მაგრამ იცოდეთ რომ მამაუჩვენოში ნათქვამი ისე მომიტევე მე ჩემი ცოდვები, როგორც მე მიუტევებ სხვას, ადამიანს ლოცვად კი არა წყევლად რომ არ ჩაეთვალოს, ძალიან დიდი სიფრთხილეა ამისთვის საჭირო. და რატომ? იმიტომ რომ შენ ფაქტიურად ღმერთს აღთქმას უდებ. მე ისე მომიტევე როგორც მე მიუტევებ და თუ შენ არ შეგიძლია მიტევება, თუ შენ ამას არ აკეთებ, იცოდეთ რომ ადამიანი საკუთარ თავს წყევლის ქვეშ ამყოფებს, მიტევების გარეშე ამყოფებს, იმიტომ რომ პირდაპირ ეუბნები ღმერთს არ მომიტევო და რასაც არ ითხოვ ღმერთისგან, ღმერთი ძალადობრივად იმას შენ არ მოხსენს. ღმერთი სამართლიანი არ არის ამ კუთხით, მინდა გითხრათ. არ შეიძლება იყოს სამართლიანი, იმიტომ რომ სამართლიანად რომ მოგთხოვოს, გადარჩენის ღირსი არავინ არ იქნება. ღმერთი მოწყალებით გთხოვს ჩვენ ამას ყოველივეს. ამიტომაც შენც ხომ უნდა გამოიჩინო მოწყალება. შენც ხომ უნდა შეგეძლოს იგივეს გაკეთება. ხომ უნდა გაგახსენდეს რომ რა არის შენი ცხოვრება, სად გაგიპლანგავს, რაები გაგიკეთებია, რა გაგიფიქრებიან, რა ჩაგიდენია. ვიღაცამ შენს წინაშე თუნდაც დამნაშავეა. როგორ არ უნდა შეგეძლოს რომ ქრისტიანულად იფიქრო ამაზე და მოთოკო საკუთარი თავი და შენს ირგვლივ ღვაწლი არ დათესო და არ ამთხიო რაღაც ამ ადამიანზე შენი უცნაური და უაზრო, ესე იგი გაბრაზებით რაღაცა ზედმეტი მოქმედებებით არ შეაძლო ადამიანებს თავი. იმიტომ რომ ეს იგავი ძვირფასებო ძალიან დამაფიქრებელია. მე ერთი მაგალითი გამახსენდა და მინდა ცოტა გადავხო თქვენი გონება. თან ძალიან კი არ მინდა რომ შეგაშინოთ, მაგრამ რა ვქნათ ასეთი არის რეალობა. ანტონ სუროჟელი ყვება, იყო ასეთი ძალიან ცნობილი მხატაგებელი მღვდელმთავარი, ინგლისში, ლონდონში მოღვაწეობდა. მე მქონდა პატივი მის საფლავზე პანაშვილი გადამეხადა და ძალიან დიდი მხატაგებელი იყო. ეხლა ხან აი მაშ გარდაიცვალა. 15 წელი იქნება, ალბათ შეიძლება მეშლებოდეს. მისი ერთ-ერთი ქადაგებაა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავიო, ჩემმა მეგობარმა გამაბრაზა. ძალიან გამაბრაზა და ვერაფრით ვერ პატიობდი. ახლობელმა გამოსცე, ჩვენ ხო რეალურად ასეა. შორებელისგან, კი არა, შორებელისგან რა უნდა გეწყინოს, კაცო, იმ შორებელმა წავიდა გაიარა. თუ რამე წლის ახლობლისგან წლის და ახლობელს ვერ პატიობ, თორე ის შორებელი დავიწყებ და აღარ შეხვდება აღარასდროს და იმას და დაუწყებ საქმის გან, სანსად დაუწყებ. ვიღაცამ ეხლა მანქანამ ჩავლიდზე რაღაცა კონფლიქტის დროს შემოგაგინებს, ახლა იმას მისდე, წავიდა გაიარა, დამთავრდა. აი ახლობელმა რომ იგივე გააკეთოს, იმას მთელი ცხოვრება მიყვები და არ უიწყებ იმას, რომ შენ რო ცუდად მოიგეცნო. ასე მეგობარმა მაწყენინაო და ვერ პატიობდიო და მივედიო მოძღვართან და ვეუბნებიო რომ ვერ პატიობ. ხო და მოდიო მაშინ ასე გავაკეთოთ, მამაო ჩვენოშიო, ამას რომ ამბობ, მომიტევე მე ჩემი თანანადები ვითარცა, მანდო იცი რა თქვიო? ისე მომიტევე მე ჩემი თანანადებიო, როგორც მე მიუტევებ ხვეთს გარდა იმ კაცისა. ხო და მე ვთხარიო რომ ამას ვერ ვიზამო ხლა მომოჩენოს და ასე ვერ გადავაკეთებ. კაი ერთი კვირაო წადიო იფიქრეო ამაზე ვახ გადააკეთებთ რომ მე მოდი. მივედიო ვეუბნები არა ვერაფერ გავბედავე ხო რომ ესე გადავაკეთო ეს ტექსტი. მაშინ ახლა ასე გავაკეთოთ. ისე მომიტევე მე ჩემი ცოდვებიო. როგორცო მას უნდაო რომ მე მომიტევოს. დავფიქრდიო ახლა ამასაც. მას უნდა
შეიძლება უნდოდესო, მაგრამ ეს ხო არასწორი გამოდის, სამართლო გამოდის, მე არ მიუტევდა, ის მომიტევებს და ღმერთი რაღაცა, აი საერთოდ ავირიეო იწევს. მოდიო მაშინ რადგან ასე დაიბენე, საერთოდ ამოიღეო ესო, მომაუჩვენო და ისე თქვი მომაუჩვენო. და მივხვდიო რომ თელ სწავლებას მომახინჯებდი. აი ამ ერთი ჩემი მოქმედებითო ეს მოძღვარი განა ეთამაშებოდა. განა დასცინოდა. უბრალოდ ნაბიჯ მიიყვანა იქამდე, რომ შენ ადამიანო, რომელსაც არ შეგიძლია პატიება, თელ მოძღვრებას ამახინჯებ, თელ მოძღვრებას აუკუღმართებ, იმიტომ რომ არ შეგიძლია რაღაცა აპატიო ადამიანს. ამიტომაც მივხვდიო რაშიც იყო საქმე და დავემხეო და ლოცულობდიო დიდხანს ღვთის წინაშე, სანამ ჩემი გული არ გალღვაო ამ ადამიანის მიმართო და არ ვთქვიო რომ ღმერთმა შეუნდოს და მართლა ვაპატიო მთელი გულითო ის რაც მენაც მე მისგან მქონდაო და ამის მერე მე დავიწყე ისე ლოცვა როგორც მოძღვარი მეუბნებოდაო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად უკაცრავად, მაგრამ სხვა არ ვარახუნებთ ამ სიტყვებს. აი ესე ბგერებს ვისვრით იქეთ-აქეთ და აზრს არ ვაყოლებთ ამაში. და აზრს თუ არ ჩააყოლებთ, იცოდეთ რომ საერთოდ მაშინ კედელს ელაპარაკები შეიძლება. და თუ ცოცხალ არსებას ელაპარაკები, გააზრებულად უნდა ელაპარაკებოდი. ხო მართალია. აი ხლა გაუაზრებლად ჩვენ ერთმანეთს რაღაცას ვეუბნები. ან მოკითხვითაც არ მოიკითხავ ადამიანს გაუაზრებლად, ხო? როგორ ბრძანდებიო რომ ეკითხები, ან გამარჯვებას რომ ვეუბნები. ან რაღაცა სახეგეცვლება, ან ღიმილი გადაგებინება, ან შეიძლება არ გეცინებოდეს საერთოდ, მაგრამ გამარჯვებას იტყვი რა. ყველაფერი ეს გააზრებულია ჩვენს ურთიერთობაში და ღმერთთან მიდიხარ და როგორც მკვდარ კედელს რო ელაპარაკო ახლა, აი ამ სვეტთან დადგენა, ელაპარაკებოდ ახლა ამ სვეტს რომ იცი რა მინდა? აი მინდა რომ კარგად ვიყო, აი მინდა, აქ მინდა, რაღაცებს ეს ელაპარაკება. სვეტს ხომ ასე არ ეთქვა. იმას ეთქვი ვინც ცოცხალია, და თუ ცოცხალია, და თუ მის სიცოცხლეს შენ ესე შეიგრძნო, მაშინ თითოეულ ლოცვას კარგად უნდა დაუბრუნდეთ. მამაო ჩვენოს გამართულად თქმა უნდა შეგვეძლოს, რომ ამ იგავის გავსად არ აღმოჩნდეთ იმ კაცის როლში, რომ ისე მომიტევე მე ჩემი შეწოდებები, როგორც მე მიუტევებ სხვებს. აი ესეთია, უნდა იყოს უბრალოდ დამოკიდებულება ჩვენი ღმერთთან, ესეთი უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენი ადამიანთან. ეს იგავი სწორედ ამას გვასწავლის. ეს იგავი გვასწავლის ორ მთავარ ურთიერთობას ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანის ურთიერთობა ადამიანთან. მთელი წმინდა წერილი ამაზეა. 10 მცნება იცით რაზეა? აი ესე არის გაყოფილი შუაზე. ოღონდ არ გეგონოთ 5 იქეთ და 5 აქეთ. 4 ერთ ფიქალზე წერია და 6 მეორე ფიქალზე. პირველი 4 ცნება შეეხება ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, შემდეგი 6 ცნება შეეხება ადამიანის ურთიერთობას ადამიანთან. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. 4-სა და 6, აი ამ ცნებებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ 4 უფრო ცოტა ვიდრე 6. უფრო მეტი წერია ადამიანის ურთიერთობა ადამიანთან როგორი უნდა იყოს. და ღმერთი ძალიან მარტივად აკეთებს ამას. გეუბნება რომ ითხოვე პატიება. კი ბატონო, მიპატიები. ოღონდ შენც იგივე უნდა გააკეთო. შენ თუ არ ხარ ბაძველი მისი, იყავი თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალიას. იყვენი თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი სრულად. სად არის შენი მისწრაფება სრულყოფილებისაკენ? სად არის შენი მისწრაფება რომ ემსგავსო მამას აი ამ მოწყალებაში? თუ ეს ყველაფერი არ არის, მაშინ ყოველი მამაო ჩვენოს თქმის დროს კარგად გაიხსენეთ ეს იგავი და დღევანდელი ჩემი საუბარი. და თუ თქვენი გული გახსნილია მიტევებისათვის, მაშინ ურაფრესნო გეშინიათ. ამინ. დალოცვილი და გახარებული განგებობა.